ორი პირი უნდა გამოვკითხოთ, მათ შორის ყველაზე მეტ ინფორმაციის მატარებელი თავისი პოლიტიკური წარსულიდან იმ პერიოდში 2003-2012 წლებში ხმალამოღებული აქტიური ოპოზიციური საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო უნდა იყოს ბატონი ჯონდო ბაღათურიას მოსმენა, რომელსაც ვთხოვთ, რომ შემოგზანდეს დარბაზში. მას ბევრი რამ აქვს სათქმელი პირველ რიგში პოლიტიკური ოპოზიციის მდგომარეობის შესახებ იმ წლებში, თუ რამდენად ძნელი იყო ყოფილიყავი ოპოზიციაში და მით უმეტეს როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია გერქვა, მობრძანდით ბატონო ჯონდი, როგორ ბრძანდებით? მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, გთხოვთ დაბრძანდეთ. ჩვენ დღეს სავარძელი ასე განვათავსეთ, ვინაიდან ბატონმა ჯონდომ შეგვატყობინა, რომ მას აქვს არაერთი მასალა, ვიზუალური მასალა, რომელიც სურს, რომ ეკრანის საშუალებით გაგვაცნოს. ასევე მოწვეულია ახსნა განმარტებაზე ბატონი ჯუმბერ ბუზალაძე, რომელიც დარბაზში შემოგზანდება. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ, როგორ ბრძანდებით? დაბრძანდით თუ შეიძლება და დათქმულ დროს თქვენ რასაკვირველია მოგეცემათ სიტყვა. ბატონო ჯონდი, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თქვენთვის ამ შენობაში ყოფნა უცხო არ არის, რბილად რომ თქვა და არაერთ ქარტეხილს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქვეყანას თავს დაატყდა, თქვენს თავზეც გადაიარა ამან, როგორც მაშინდელი მოწვევის პარლამენტის წევრმა. სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მე ვიხსენებდი იმ დროს, როდესაც არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსი ქუჩაში იდგა და იქიდან აპროტესტებდა იმ რეჟიმს და ცდილობდა მის დანგრევას. ამ ეგრეთ წოდებულ ქუჩის ოპოზიციას, როგორც მაშინ დაგვარქვეს, 2010 წლის მაისიდან შეუერთდი მეც და თქვენ ამ დროს ბრძანდებოდით არაერთი წლის განმავლობაში პარლამენტში და პარლამენტის შიგნიდან ცდილობდით რეალური ოპოზიციის ღირსეული როლის შესრულებას და ჩვენ გვახსოვს ის ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრიც, როდესაც ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მობრძანებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც თქვენ მას დაუსვით რეალური კითხვები მისი ოჯახის, მისი დედის, მისი კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, ის დარბაზიდან გაიქცა. ეს დღეს შეიძლება ჩანდეს ახალგაზრდებისთვის საუბრობთ ჩვენ ამ წუთში. რა მოხდა შემდეგ მე ასეთი, რომ ოპოზიციონერი ადგა მივიდა ტრიბუნასთან და პრეზიდენტს მიუთითა სერიოზულ ფაქტებთან დაკავშირებითო, მაგრამ კონტექსტი უნდა შევახსენოთ ყველას. მაშინ პარლამენტში სულ 4-5 თელ შემადგენლობაში 4-5 მერე ფრაქციად შეიქმნა, შესაბამისად 6 წევრი იყო, რომელიც მართლაც რეალურად მოწოდებული იყო ბრძოლისკენ. იყო ასევე ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული დანიშნული ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ჩვენ ინფორმაციაც გვაქვს, რომ ვანო მერაბიშვილი ბიზნესმენებს როგორ ზოგიერთ ედენებოდა იმ დანიშნული ოპოზიციისკენ, რომ ისინი დაეფინანსებინათ. ზუსტად ვიცით ის ბიზნესები, რომლებიც იძულების წესით სწორედ ქრისტიან დემოკრატების ხელმძღვანელს აფინანსებდნენ, ბატონ გიორგი თარგამაძეს, რომელიც ახლა გამოდის და დიდი ჟურნალისტის სახით გვევლინება და ამ კომისიაზე ჯერჯერობით ვერ ბედავს მოსვლას. ამიტომ არის თქვენი და იმ 5 პირის როლი გამორჩეული იმ პარლამენტში. ჩვენ თქვენ გადმოგცემთ სიტყვას და კორუფციულ გარიგებებზე რო ისაუბროთ, ვინაიდან მაშინ გაიქცა სააკაშვილი სხდომის დარბაზიდან და ახლა დადგა ის დრო, როდესაც თქვენ სრულყოფილად შეგიძლიათ ისაუბროთ და ამ საუბრისას ჩემი თხოვნა იქნება, რომ სწორედ თქვენი როგორც ოპოზიციონერის რთულ მდგომარეობაზე რომ ისაუბროთ მაშინდელ პარლამენტში. გთხოვთ.
გაფრთხილება უნდა გავაკეთო, მადლობა ბატონო ალექსანდრე, მადლობა ბატონო თენგიზ. თქვენ არ გაქვთ უფლება და თუ ამის უფლებას თავს მიცემთ, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული. განზრახ ცრუახსნა განმარტებისთვის, კითხვებზე უარისათვის და ასევე პასუხისთვის თავის არიდებისთვის. და ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს და შევდგეთ თავისუფალ რეჟიმში თხრობას, რისთვისაც გამოგიყოფთ 15 წუთს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მთლიანად კომისიის შემადგენლობის მიმართ, თქვენს მიმართ, ქალბატონო თავმჯდომარე, თითოეული წევრის მიმართ. ბატონო? ხო. თითოეული წევრის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ და საქმე, რომელსაც ეს კომისია რომელიც ამ კომისიამ უნდა გააკეთოს, ჩემს აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, ამას მორალური მნიშვნელობაც აქვს, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. მასალები, რომელიც მე წამოვიღე და კომისიას მინდა წარუდგინო, არაჩვენებს ერთი კონკრეტული დანაშაულის, მხოლოდ ან თქვათ, ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის ან მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავად ცხადია სამარცხვინოა ისედაც. მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს უკანასკნელი სტადია ხრწნის სისტემური დანაშაული. როცა დანაშაულში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. ანუ დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც შექმნა პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად. რაში ჩართულია სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრიც კი ჩართულია კორუფციაში და კორუფციის გადაფარვაში. დედა, მამა, სიდედრი, ცოლი, მედია, როგორ მონაწილეობდა მედია, თან ეს ყველაფერი არის მტკიცებულებებით წარმოდგენილი, მე ასე იგი ამით პრეამბულას დავამთავრებ, რისი თქვაც მინდოდა და ალბათ დავიწყებ ყოველ შემთხვევაში, მოდი დავიწყებ იმით, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ოჯახამ მისი პრეზიდენტობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რითი დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, ჩემი აზრით კი არა, ნამდვილად ასეა, არამედ რიგითი ადამიანების ძარცვის პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე, როდესაც ადამიანებისგან პირდაპირ ხდებოდა მისი კერძო პირადი ქონების ჩამორთმევა და მე ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში საინფორმაციოში მონაწილეობდნენ მაგალითად ტელეკომპანია, მაშინდელი ტელეკომპანია რუსთავი 2, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორ იყო ჩართული ცრუ ბრალდებების შექმნაში ადამიანების წინააღმდეგ. მაუსი მაქვს და ბატონო აი ზუსტად ეს არის ამაზე გვექნება ერთ-ერთი ფრაგმენტი იქნება როცა მეუღლეები ანუ ირაკლი კოდუა რომელიც მაშინდელ სოდის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა თუმცა მე არ მინდა შევქნა ილუზია რომ ეს ირაკლი კოდუას დონეზე ვერ გადაწყდა ასეთი პირდაპირ საჯარო ბანდიტიზმი სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით შეუძლებელია თუნდაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირის დონეზე გადაწყვეტილიყო და ეს პრეზიდენტის თან შეთანხმებული მინიმუმ არ ყოფილიყო და რაშიც ასევე მის
ამ დროს ამ ბანდიტიზმის გათეთრებაში და ერთი ადამიანის გასწრესვაში ჩართული იყო რუსთავიორის სახელით ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი ცოლი დიახ. აი ეს არის პირველი, მე აქ დიდხანს არ შევშერდები, ეს არის 2004 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს არის პირველი დეკლარაცია, რომელიც მან შეავსო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ წავიკითხოთ. მისი ქონება იყო სულ ბინა თბილისში, პეროვსკაიაზე ქონდა, ოროთახიანი ბინა, რომელიც იყო 95,000 ლარად შეფასებული, ეს მისივე შეფასებებია, ეს არის მისი დეკლარაციიდან ამონაწერი. საბანკო ანგარიშები ბანკის სოციედადე ჟენერალში ქონდა 9,500 евро, ანუ 20,615 ლარი მაშინდელი ბანკის კურსი და TBC ბანკში ქონდა 3,500 евро, 7,595 ლარი. ქონება სულ საბანკო ანგარიშებიანად იყო 123,210 ლარი. მეტი სხვა ქონება მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნდა და თუ გააჩნდათ და არ შეიტანეს ამ დეკლარაციას, ეს თავისთავად დანაშაულია. ეხლა მე აქ არის ნაანგარიშები შეუბრალოდ რომ ესმოდეს ბუღალტერიაში იმდენად იყვნენ გათავხედებულები, უბრალოდ ბუღალტერს 500 ლარი რო გადაეხადა, ამ კურიოზულ ამაში ამბავში არ მოხდებოდა, ბალანსი არ აქვს გამოყვანილი და წლის, ასე იგი, მისი პრეზიდენტობის დასასრულს მისი შემოსავლები სულ აქ დათვლილი არის ჰონორარები, მისი მეუღლის ქალბატონის სანდრას ჰონორარები აღებული, მივლინებები, ყველა ქლიანად საჭმელი სულ რო არ ეჭამათ, არაფერი მარტო რო ეგროვებიათ, სულ იყო შემოსავალი 623,976 ლარი. და მისი ქონება და ბანკები ის რაც დეკლარირებული ქონდა, ეს დედიკოზე და მამიკოზე და სხვა პირებზე, ძმაბიჭებზე გაფორმებული ქონებაზე არ არის ლაპარაკი. ის რაც მის სახელზე იყო გაფორმებული ქონება, ჯერ ესე იგი ბანკებში ანგარიში ქონდა 439,167 ლარი და მისი უძრავი ქონება იყო 200,000 დოლარი ერთი ბინა, მაშინდელი შეიძლება ეს მეტი იყოს, მანუ ესე ეწერია, დავეთანხმოთ ამას, 200,000 დოლარი, ანუ 332,000 ლარი მეორე ბინა თბილისში, გუდაურში ნაკვეთი, ახლა რა 50,000, მაგრამ ეგრეთ წერია და ეს დავეთანხმოთ ამას და ვენახის სახლი ყვარელში, იქიდან ხშირად პოზიციონერი ყელყელაობდა 50,000 ლარი ასევე, სულ ესეც, ანუ ჯამში მისი ქონება იყო 1,269,067 ლარი. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? ის რაც მან დეკლარირებას მოახდინა, მისი შემოსავლები ზე უფრო მეტი ქონება ქონდა 600,000 ლარით. ეს არის დაუსაბუთებელი ქონება და საქართველოში არსებობს შეიძლება კარგი კაცის არა თვითონ სააკაშვილის დაწერილი, მაგრამ ძალიან სასარგებლო სახიერო კანონი. ეს არის კანონი კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებობის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ჩინოვნიკების შემთხვევაში და მათი ოჯახის წევრების შემთხვევაში იქვე არის განმარტებით ბარათში ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრები ვინ არიან და ოჯახის წევრებში დედაც შედის სხვადასხვა ქალბატონ გიულისაც მოუწევს ამის დასაბუთება, ანუ დაუსაბუთებელი ქონება წარმოშობის კანონიერება უნდა დაასაბუთოს სწორედ სააკაშვილმა და გიული ალასანიამ და მტკიცების ტვირთი მათ მხარეს არის. ეს კანონი ძალიან ზოგჯერ კარგად, მაგრამ ზოგჯერ უნამუსოდ გამოიყენა მან თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველა უფლება და ვალდებულება აქვს ალბათ პროკურატურას, რომ ეს კანონი იქნეს, ამ კანონის მიხედვით იქნეს განხილული მათი დაუსაბუთებელი ქონება. იმიტომ რომ ეხლა რასაც მე წარმოვადგენ, ყველა ქონება, რომელსაც ეხლა მე წარმოვადგენ, არის შეძენილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. აქ არის წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, რომელიც ადასტურებს ქონების რეგისტრაციას. ძირითადი ქონება არის რეგისტრირებული აგვისტოს ომის წინა პერიოდში, ზოგი რამდენიმე დღით ადრე, ზოგი 20 დღით ადრე, ზოგი 1 თვით ადრე. ანუ აგვისტოს ომის წინა, ახლა 2008 წლის 7 აგვისტოს ხوار გადაუწყვეტი ამას ამ ავანტიურაზე წასვლა. ანუ აგვისტოს ომამდე გამალებით მიდიოდა სახელმწიფო ქონების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის მხრიდან. და ძალიან ბევრი მაგალითად პროკურატურაში დევს 3 ნორმატიული აქტი, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება,
რომლის მიხედვითაც გინდა იჯერეთ, გინდა არა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადადიოდა დედამისის საკუთრებაში, როგორ მოგწონთ? აი ახლა წარმოიდგინეთ უბრალოდ თქვენ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ რო გამოსცეს ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც აგერ ყოფილი ახალგაზრდობის სასახლე გადავა მამამისის საკუთრებაში, რა ამბავი მოხდება ამაზე, რა მსოფლიო რეაქცია იქნება. აი ესე პრეზიდენტის ბრძანებულებებით არის მაგალითად ერთ-ერთ ახლა ვიხსენებ და მე მინდა გთხოვთ მოგმართოთ რომ პროკურატურიდან ეს მასალები გამოიწვიოთ, იმიტომ რომ იქ ჩანს საჯარო რეესტრის ჩართულობაც. მინდა გითხრათ, იქ არის ერთ-ერთი დოკუმენტი, სადაც არსებობდა ესეთი ძალიან კარგი რადიო შპს კლასიკური მუსიკის რადიო შპს მუზა, რომელიც დაფუძნებლები არიან სიდედრი, მე არასოდეს ოჯახს არ ვხებ, როცა ეს არ არის ჩართულობა პირდაპირ კორუფციაში. სიდედრი ქალბატონი რულოვსის დედა, სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რულოვსის გვარზეა ისიც. დედა და მეუღლე სანდრა რულოვსი, ძალიან კარგი რადიო იყო, ბატონო გიული ალასანია. ანუ დაფუძნებელი არის სამი ქალბატონი გიული ალასანია, ქალბატონი სანდრა რულოვსი და სანდრა რულოვსის დედა, ანუ პრეზიდენტი სიდედრი, რომლებმაც მიიღეს ბევრი მიიღეს, მე რაც ვიპოვე ამაზე არის ლაპარაკი, ახლა მხოლოდ შეიძლება კიდე მილიარდები აქვს ასე აღებული, მაგრამ რომელმაც მიიღეს ჯამში 100,100,000 საჩუქრად. ორ ტრანშად არის წამოსული, ერთი 500,000 2000 წელს და მეორე 600,000 2011 წელს. შეიძლება პირიქით იყოს 2011 წელს იყოს 600,000 და 2010 წელს იყოს 600,000 და 2005 ბიზნესიდან არის შემოწირულობა მიღებული, ეს კანონიერია, ანუ შემოწირულობის გაკეთება ბიზნეს შეეძლოს, შპს მუზას არ ჩუქოს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ვალდებული იყო ეს თანხა შეეტანა დეკლარაციაში, იმიტომ რომ შემოწირულობაში მონაწილეობდა მისი მეუღლე, რომელიც მის მიმარჯვენე ცხოვრობს, მაშინ ოჯახი ერთად იყო, ეხლა არ ვიცი როგორი მდგომარეობაა, ერთმა ხელი მოუმართოს ოჯახს. და ეს დეკლარაციაში არ იყო შეტანილი. შესაბამისად, მე აი თქვენ საპარლამენტო გამოსვლა, რომელიც გაიხსენეთ, ამ საპარლამენტო გამოსვლაზე ამის შესახებ თქვი, ეს იყო გვიან საღამოს, თქვენ თუ გახსოვთ, მაშინ საჯარო რეესტრი ყველაფერი დახურული იყო და დილით აი პროკურატურის მასალაში დევს. მე უბრალოდ მოვასწარი საჯარო რეესტრიდან ამ მონაწილეების გაკეთება დევს დაფუძნად დილით უკვე ანუ ღამის საათებში ჩვენ ხო ყავდა ღამის მთავრობა მაშინ. ღამის საათებში მოასწრეს და დამფუძნებლები გააუქმეს ქალბატონები რულოვსები და გიული ალასანია და შეცვალეს დამფუძნებლები. აი ეს არის როგორ იყო ჩართული საჯარო რეესტრი კორუფციის გადაფარვაში და პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებული დანაშაულის დაფარვაში. ასევე დევს ხო სამი ერთ-ერთი არის 101,000 ანუ 10 ჰექტარზე მეტი მისა, რომელსაც პირდაპირ ხელს აწერს პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს მისა გადადის დედამისის საკუთრებაში. ხშირ შემთხვევაში გამოყენებული არის და აი აქ სქემატურად არის. ანუ ესე ძალიან ინტელექტუალურად მუშაობდნენ. აი ორგანიზებული დანაშაული ასე იგი მაფია ხო აი ორგანიზებული დანაშაული საკმაოდ ისეთი მაღალი დონე ჩანს აქ. ამათმა კლასიკური ხო მაგალითი არის. ესე იგი შექმნეს იმისთვის რომ ზოგჯერ გიული ალასანი არ ფიგურირდეს, სახელდაგვარი არ ფიგურირებდეს. გიული ალასანია და პრეზიდენტის მის თემურ ალასანიას რო გვაგინებს სხვადასხვა ჩანაწერებში მისი ბიძა შვილი ალასანიას დაქალი მანანა სანაძე და რობერტ რაუფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთად აფუძნებენ შპს-ზე საქართველოს უნივერსიტეტს და შემდგომში უმეტეს შემთხვევაში მოქმედი გმირი არის საქართველოს უნივერსიტეტი. უბრალოდ რო გაიგო რომ მე ამის უკან თურმე ალასანია დგას, უნდა ქექო მასალები, რომელშიც მასალებში ქეკვის უფლება და საშუალება ბევრს არ ქონდა და მე მივეცი თავს ამის უფლება და მივიღეთ აი ესეთი შედეგი. ეს არის F5 და
ეს არის საქართველოს უნივერსიტეტი დამფუძნებლები გიული ალასანია 37.5%, მანანა სანაძე 37.5%, ედუარდ რობერტ რაუპი 12.5% და ნიკოლოზ ალასანია ასევე 12.5%. ამის შემდეგ ეს არის ყველა სიტყვა, რასაც ახლა ვამბობ, მოყვება საჯარო რეესტრის გამონაწერები, მაშინდელი თვალსწრები ეს ოპოზიციის გმირი ვაშაძე იყო თვალსწრები მაშინ საჯარო რეესტრის ხო თავი ყოველ შემთხვევაში ხშირად ტრაბახოს რომ ის შექმნილია საჯარო რეესტრი და სისტემა. აი აქ არის ძალიან საინტერესო რა არის, რომ აქ არის აი ჟურნალისტებისთვის საინტერესო არის თუ მიეცემა საშუალებას მე ჟურნალისტებს ამის ქსერო ასლები დაურიგდეს. ერთადერთი 2004 წელს ან ეს მისი პრეზიდენტობის დროს არის რეგისტრირებული ეს ასე იგი უნივერსიტეტი, დანარჩენი შემდგომში სადაც გადავდივართ უკვე შპს საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს და ქსელი არის მონოპოლიური. დაწყებული საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლები, აბიტურიენტთა გადამზადების სკოლები და თავისთავად ხადია უმაღლესი სასწავლებლები. შემდგომში ბოლოში, მაგრამ მე ახლა ვიწყე აქ უბრალოდ ადეკვატურია რომ ვთქვა, წარმოვადგენ სქემას, რომლის მიხედვითაც ხდება საჯარო დაწესებულებების დახურვა, მაგალითად სკოლის დახურვა, იმისთვის რომ გადაკაჩული იქნეს კონტინგენტი ასე იგი უმაღლეს თავის კერძო სტრუქტურაში. 2003 წლიდან 2010 წლამდე 1045 სკოლა დახურეს. 1045 საჯარო სკოლა. ეს ბავშვები 1045 საჯარო სკოლაში ვისწავლობდა. გადაკაჩული იქნა მათ კერძო სკოლებში. და მე ერთ-ერთ პატარა მიკროსქემას წარმოგიდგენთ იქაც, სადაც განათლების მინისტრი, გუბერნატორის სიმამრი, გუბერნატორის ძმა, რესურს ცენტრი, ახლა რესურს ცენტრის დირექტორი არის განათლების მინისტრი რაიონში, ხო, მარტვილის რაიონის მაგალითი მაქვს. ნახე როგორ ცდილობენ საქართველოს ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელოს, რომელიც 2008 წლის მართლა გმირი ოჯახია, ოჯახიანად იბრძოდნენ ესენი. ამ გმირის სახელობის სკოლის დახურვას იმისთვის, რომ იქ გვერდით თავისი სკოლა აქვს გახსნილი და თავისი სკოლის გადაკაჩვას და ნუ ამაში მე ჩართული ვიყავი და ამაზე ბოლოს ჩვენ მივად. ეხლა მეორე ასე იგი ეს საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლა არის შექმნილი 2008 წლის 2 ივნისს, ანუ აგვისტოს ომამდე, დაახლოებით 1 თვით ადრე, როდის ფუძდებოდა ახალი კომპანია, როცა ესენი ახალ სახელმწიფო დაწესებულებას მაპატიეთ ვულგარული გამოდი მუქთად მიითვისებდნენ უკანონო გზით და შემდგომში ხდებოდა ასე იგი ამ ახალი სამეწარმეო სუბიექტის დარეგისტრირება. შემდეგი არის საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლების და ფლობელი საქართველოს უნივერსიტეტი 100%-ით. შემადგენლობა ვიცით, ხო? 37.5% გიული ალასანია, რეალურად 37.5% საკონტროლო პატაკეთი, იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით ის თემურ ალასანიას შვილი ხო, ის არის, რა ქვია, ისეთი ფიგურაა, რომელიც რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში ალასანიების არის საკონტროლო პაკეტი მანდ და არა რაღაცა სხვაგვარად. შემდეგი ფაილი, ხო, აქაც 2008 წელს საფხულში, აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე არის. შემდეგი არის შპს საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯი. ეს არის ავეჯის კომბინატი, ყოფილი ავეჯის კომბინატი, რომელიც სამწუხაროდ მე არ მაქვს რა გზით მიითვისეს, მაგრამ აქ უბრალოდ მე შინაგანი დარწმუნება ასეთი მაქვს, რომ რა თქმა უნდა იგივე გზებით იქნება ეს მითვისებული, მაგრამ ფლობელი არის 100%-ით ასე იგი საქართველოს უნივერსიტეტი, ანუ გიული ალასანია, აქაც რეგისტრაცია, ეს უკვე არის 2009 წელს, 2009 წლის 9 იანვარს. ასე იგი შპს კაფე ხადილი, ეს ყოფილი გპის პოლიტექნიკური ინსტიტუტის
ცნობილი სასადილოა, ძალიან დიდი 2000 კვადრატულზე მეტი. შეიძლება ეხლა ამ გადმოსახედა გაგიხმოთ, ჩვენ მონიტორინგის კი ჩავატარე, საკმაოდ მოქმედი ეს არის, ბევრი კლიენტურა ყავთ ამ შეპესე, მაშინ ყავდა ყოველ შემთხვევაში. გავაგზავნეთ ჩვენი აქტივი და ესე იგი რამდენად ქმედითიან ბიზნესი რამდენად მუშაობს. შემდგომში უბრალოდ უკვე დაგვებლოკა გადასახადებს იხდიდნენ თუ არა ეს გვაინტერესებდა და შემოსავლის სამინისტრომ ეს ინფორმაცია ვეღარ გამოვითხოვეთ. უბრალოდ ამის გადამოწმება გვინდოდა. თუმცა ეს არის პოლიტექნიკური ინსტიტუტის. გარდა ამისა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაგალითის არის საუკეთესო მაგალითი, მინდა გითხრათ, როგორ ხდება სახელმწიფო დაწესებულების სიმძლავრეების შემცირება, მაგალითად კორპუსს რო გადასცემთ, წაართმევ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ან ნებისმიერ ინსტიტუტს და გადასცემ კერძო სექტორს, თავისთავად ცხადია, ცოტა ისეთი სიტყვას მიხარ, წარმადობა, ანუ უნარი პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სტუდენტების რაოდენობის მიღების მცირდება, შესაბამისად იზრდება მისი რაოდენობა და მე უსმენდი ძალიან საპატივცემულო ადამიანს, ჩემთვის ერთ-ერთ მაგალითს კაცობის, ქართველობის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის, ეს არის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი ბატონი გურგენიძე, სადაც ის ამბობდა, რომ იმათ უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე პოლიტექნიკური ინსტიტუტს. ეკნებათ ბატონო. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ განათლების სისტემის კრახი არის, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფეირვერკია და ის რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაცა ნაწილი, მადლობა აღმეს რომ მცირე ნაწილი, მაგრამ შეიძლება ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე, ეს განათლების სისტემის ჩავარდნა. ეს უცადნაური ჩავარდნა, როცა ასე პრიმიტივიზმის დონეზე შეიძლება ადამიანს დააზეპირებო, რომ შეთვის გაკეთებული კანონი, შენ რო არ გაგძარცვონ ფარას რასაც ვეძახით, ის კანონს დაარქვა რუსული კანონი და დაგაზეპირებინო, ძალიან ესე პრიმიტიული ფრაზა რო რუსული კანონი, რუსული ორი გაქე რაღაც და ეს ქუჩაში ახლა 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 5 დღე, 1 თვე და 2 თვე ასე ქუჩაში იარო და ასეთ რაღაცა იზახო, ნუ არის ეს ტრაგედია, ხო, ნამდვილად ძალიან განმიცდი ამას და იმის შედეგია კიდე რომ ჩვენ შედეგად მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები. ყველა ძალიან მაღალი კონკურსია შესაბამისად სახელმწიფო დაწესებულებად იაფია. ხა პოლიტექნიკურში სწავლა იაფია და ალასანიასთან ძვირია, ხო, მაგრამ ვერ ხვდება და მე ისვლებულია მოხდეს იქ. ხო, ესეც, ესე იგი, ესეც არის შექმნილი კაფე ხადილა, ეს საინტერესოა. ესეც აგვისტოს ომის წინა დღეებში არის დარეგისტრირებული. ეს არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სახელმწიფოს უნივერსიტეტის წილი, მასში არის 14%. ძალიან ხშირად გადააწყდებით ახლა აქ არსებულ მასალებში. აქ სლენგი უნდა ვიხმარო, რომ ალასანი ერთგვარი კრიშის როლს ასრულებს. მიდის სადღაც, ასე იგი, ზოგჯერ შვილის მიყავს. აქ არის ფოტომასალა, სადაც რომელიღაცა დაწესებს ძირითადად განათლების სისტემაში მოქმედებდა. შეიძლება სხვაგანაც მოქმედებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა პროექტი კორუფციული რვაფეხა. ეს კორუფციული რვაფეხას შედეგია სწორად მისი ნამუშევარია, სადაც ფოტოებზე მიდის ლენტას გაჭრის და ეს უკვე კრიშაა და ერთი უზრუნველყოფა არის პრომოუშენის მედიაში გაშუქების, ხა პრეზიდენტი მივიდა, თავისთავად გაშუქებულია და ძალიან ბევრი არის უცხოური ფულთან დაკავშირებული, ძალიან საეჭვო ფულთან დაკავშირებული. მე პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერები აი ამ ფულს და ამ წყაროს პირდაპირ ტერორიზმის წყაროთ ასახელებენ. აი ესეთი სახიფათო ბიზნესში იყო გარეული პრეზიდენტი, იყო და ალბათ არის გარეული დღემდე, დღეს რა სტატუსია მე არ ვიცი, მაგრამ როცა შენი მეზობელი ქვეყნის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და ამ ტერორისტული ორგანიზაციის ფულში გახვეულია და ლობირებს პირდაპირ როგორც გიდი. აი მედია რომ მიუძღოდა არგონავტებს საქართველოს გასაძარცვად და ოქროს
რაღაცა მოიპარეს იმათმა, ხო? ახლა მართლა ოქროს ტყავისთვის ხო არ იყვნენ ჩამოსულები, რაღაცა მოიპარეს საქართველოსთან. რამაც დაანგრია ჩვენი ის, ხო? აი ესე როგორც მე ღალატით ესე მოუძღვის საქართველოს განათლების სისტემაში და შექმნილია მიმეორებ საბავშვო ბაღიდან სკოლა აბიტურიენტთა სპორტული სკოლა, აბეჯი, უნივერსიტეტის, ანუ მთელი მეტასტაზი. ეს მეტასტაზი დღეს არ შემოყრა, ახლა ფრანკლინის კლუბია, სუსის ანგარიშებრი იყო, ბატონო, ეს ფრანკლინის კლუბი, ასე ჟღერს, მაგრამ აი ამ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან მითვისებული სახელმწიფოსგან მითვისებული შენობაში სახელმწიფოსგან ნაძარცვი ფულთა და ქონებით ხდება სახელმწიფოს დამხობის ცდელობა. ის რაც ქუჩაში ხდება, ეს არ არის ხელისუფლების დამხობის ცდელობა. ხელისუფლების დამხობის ცდელობა რო იყოს, ჩვენ ასეთი მწვავე რეაქცია არ გვექნებოდა. თუ ხელისუფლებას ებრძვის ოპოზიცია ნორმალურია, ზოგჯერ ქუჩაში ჩვენც ვიდექით ქუჩაში ქალბატონო თეა, თქვენ სხვათა შორის ძალიან კარგ დროს შემოვერთით ამ ბრძოლას, რო თქვით, ეს ძალიან განამწყვეტი ფაზა იყო მაშინ. და ჩვენც ვიდექით ხო ქუჩაში და უნდა ვთქვა რომ ერთი 97 წლიდან რო ვდგევარ ქუჩაში და აქციაში მონაწილეობ, აი ღვთისწინაშე გეუბნებით ერთხელ ხო არ მისვრია. ერთ შემთხვევა, აი ღვთისწინაშე ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ახლა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან ემოციურად ბევრი შეცდომებს ვუშვებდი, მე არ მომწონს ჩემი ბიოგრაფიაში ყოველთვის ჯონდი, მაგრამ ქვა ერთხელ ამი მოლოტოვის კოქტეილს საერთოდ ასეთ რამე თავში აზრად არ მოგშდა და არავის ჩემს გვერდით ქვა არ უსვრია. აი ამოიღეთ კადრები და ვინ ისროდა ქვებს და ვინ ისროდა რეზინის იარაღებს და ტყვებს და როგორ ნადირობდნენ მე ღამე ოჯახებში შემოვარდნებით ჩვენზე პირდაპირ კარგია რომ არქივები არსებობს. ეხლა მე მინდა აი ეს მაინც კარგია ისტორია იმისთვის უბრალოდ ჩანს აქ ხო წყაროები არის მითითებული აქ არის ერთი ფოტო ეს ამათი შენობებია ერთ-ერთი ფოტო, სადაც ეს არის ხო, აი პრეზიდენტი დედამისი ისინი როგორ ხსნიან ერთად ლენს ერთ-ერთი ერთ-ერთი დაწესებულების გახსნაში. და მე ახლა სანამ გადავალ სახელმწიფო ბანდიტიზმზე. პირდაპირ ბანდიტიზმზე, ხალხო აი აქ რასაც ახლა მეუყვები, ალიბაბა და 40 ყაჩაღი რო წაგვიკითხავს, ეს პირდაპირ ჩეულებრივი ყაჩაღობაა. და აქ წარმოდგენილი არის მსხვერპლი ამ ყაჩაღობის, მანამდე მე მინდა უბრალოდ აი სქემა წარმოვადგინო. ეს არის. ჩვენ ამოვიღეთ საჯარო მოსწავლეთა რიცხოვნობა და საჯარო სკოლები. აი 2003 წლის მეოთხე თუ ეს არის აპრილში საქართველოში ეს რომ მოვიდა პრეზიდენტი რო გახდა რა ჯერ კიდე სტატუსი არ აქვს პრეზიდენტის მიღებული 3175 საჯარო დაწესებულება და 2010 წლის მე-11 თვეს ანუ ნოემბერში იყო საზავო სკოლები 2130 ანუ 1045 სკოლა იქნა გაუქმებული და ასე იგი ამ სკოლებიდან იქნა გაწოვილი ასე იგი შემცირდა საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 112000-ის შემცირდა. ეს 112000 ბატონებო 112000 მოსწავლის ოჯახს ხი იზოლებული გახდა ფული გადაეხადა შვილისთვის. განათლება ჩვენ კონსტიტუციას გვიწერა განათლება არის სავალდებულო და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ხო განათლება. აი როგორ იყო კონსტიტუციის ეს მუხლი შელახული. ეს არის ძალიან საინტერესო ეს არის საჯარო რეესტრი, სადაც ერთი მაგალითი და ეს არის ამის განზოგადება შეიძლება. ასე მოქმედებს სუსტად ბენდუქიძე, გიულავასანია, ბენდუქიძის მაგალითი რა არის? ეხლა კაცი მყარია და აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ამხელა პოტენციალით. ამხელა სამეცნიერო პოტენციალით და ამხელა არა მარტო ზოგს მგონია რომ ოთახებია სასწავლო, ამხელა სამეცნიერო პოტენციალი და სამხელა ლაბორატორიები და რა არ ქონდა მე როგორ ამხელა მეურნეობით. ეს როგორ გახდა მათი ფლობელობაში როგორ შევიდა. აქ არის ძალიან საინტერესო. ნახეთ,
მოქმედი გმირები არიან დიმიტრი შაშკინი, მაშინდელი განათლების მინისტრი, ზაზა გოროზია, მაშინდელი გუბერნატორი, რა ქვია, სამეგრელოს, იქვე სამეგრელოში მისივე რაიონში საგრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია და აი ძალიან საინტერესო პერსონაჟია სონია ჭოჭუა. ზაალ გოროზიას მასწავლებელი და მარტვილის რაიონის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. ამათმა მარტვილში დააფუძნეს კერძო სკოლა სხივი, რომლის დამფუძნებელი არიან ლია ჯვებენავა, ზაალ გოროზიას სიმამრის, შოთა ჯვებენავას ბიზაშვილი 34%-ით. ბუთხუზი წულაია მარტვილის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მუშაკი ერთ-ერთი და ზურაბდანელია მარტვილის რესურს ცენტრის დირექტორის მეუღლე, აი ამ სონია ჭოჭუას მეუღლე. და დირექტორი გია კიზირია, ზაალ გოროზიას სიმამრის, შოთა ჯვებენავას დის შვილი. როგორ მოგწონთ? აი ესეთი ფილმი იყო კორუფციული ვაფეხი, იქიდან ავიღეთ ეს ჩვენ. სადაც ჩანდა ის მეტასტაზი, როგორ ბოლო სტადიის ხრწნა როგორ ჩანდა. ეხლა აქ ჩვენ რაზე ლაპარაკობ, ხო? ის რაც ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკ განათლების პრეზიდენტისგან დაწყებული, აგერ ერთ სკოლას თან საქართველოს ეროვნული გმირის სკოლას და გმირთა ოჯახი იყო, მამამისი ახლა გარდაიცვალა. ძმაც იბრძოდა. ეს ბიჭი ეს გელა ჭედია გარდაიცვალა, როცა დაჭრილი გადმოყავდა. დაჭრილი თანამებრძოლი მოყავდა, ის დაჭრილი გადარჩა, ეს დაჭრილი ფარავდა როგორც ჩანს თავისი სხეულით, ისე მოყავდა დაჭრილი და ტყვია მოხდა, ეს გარდაიცვალა და ის მისი სკოლას ამის სახელი დაერქვა და უბრალოდ მე ის სკოლაში ნამყოფი ვარ. იქ რო ჩახვიდეთ, ეს სკოლა არ არის ბატონებო და იქაური მასწავლებელი. ეს არის მეცნიერებათა აკადემია. საოცრება, ინტელექტი და განათლების დონე სკოლის დირექტორი და რიგითი მასწავლებლები, მოსწავლეების, სადაც მე ხვდებოდი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს გავაჩერეთ. საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენ ვაწარმოებთ, ღვთისყალობით რაღაცნაირად შეჩერდა და მე აქ არის ესე ჩანაწერის პარლამენტს, რაღაცა უნდათ რომ დაწყებითი კლასები დაეტოვებიათ, აღ მიხდნენ რომ აგებდნენ პიარს გელაჭედიას სახელობის არ შეიძლებოდა ხო ამის დახურვა და ასე და მოკლედ პრინციპში ეს სკოლა ღვთისყალობით გადარჩა. ეს არის ჩემ ამ თემაზე მოხსენება, დანარჩენი მე ბანდიტიზმზე ალბათ ჯერ შეკითხვები გექნებათ რა. მადლობა ბატონო ჯონდი, ვინაიდან ჩვენ ბატონ ჯუმბერს უნდა მოვუსმინოთ ასევე. წევრებს ვთხოვ, მით უმეტეს მათ, ვინც ბიუროს ხდომას უნდა შეუერთდეს, რომ ბატონ ჯონდისთან უკვე დასვან კითხვები. 3-4 კითხვა რომ ავიღოთ, შემდეგ ბატონ ჯუმბერს ვთხოვთ, რომ გადმობრძანდება ის შემდეგ მაგიდასთან. მისი საქმის შესახებაც ისაუბრებს, იქაც რამდენიმე კითხვას დავსვამთ და შემდეგ ბატონ ჯონდის ვთხოვოთ, რომ 5-წუთიანი შემაჯამებელი გამოსვლა გააკეთოს, რის შემდეგაც 12 საათზე ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ პარლამენტის პლენარული ხდომის დარბაზში. ბატონი თენგიზი, ბატონი სოზარი, გთხოვთ. ერთხელ მოგესალმებით, ბატონო ჯონდი. თქვენ მოიყვანეთ აქ ციფრები, რამდენი სკოლა გაუქმდა, მის სანაცვლოდ კერძო სექტორში რამდენი დაფუძნდა. აი, რაც დაფუძნდა კერძო სექტორში, იქ ხვედრითი წილი, ვთქვათ, ამ საქართველოს უნივერსიტეტისა დიდია? ეს მონაცემები, ასეთი ტიპის შეჯამება ჩვენ პროცენტული შემადგენლობის ჩვენ ცნობილი არ არის, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო იმ გამოსვლის მერე წლომა პრაქტიკულად რაღაც წყაროებზე, რომელთაც ჩვენ შეგველო რაღაც დასვენებ გავუკეთეთ, ყველაფერი ჩავგეკეტა. ამიტომ ასეთი ტიპის მოცემულობა არ გვაქვს, მაგრამ თვითონ სტატისტიკური მონაცემი, რომ 112,000 მოსწავლე დარჩა საჯარო სკოლის გარეშე, უკვე შემზარავი ციფრია. აქედან რამდენი იყო გიულიან ჰასანიას და მაგალითად ალგოროზეს ამის რთული სათქმელია, მაგრამ ძირითადი კრიშა განათლების სისტემაში, მაშინ ძირითადი ოპერატორები, მე ესე ვიტყოდი, იყვნენ ალასანია და ბენდუქიძე, რომლებიც ფლობდნენ აი ამ განათლების სისტემის ასე დაწესებულებებს. ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო ჯონდი, მართლა ძალიან საინტერესო
მოხსენება იყო და ბევრი ნამუშევარი გაქვთ. უბრალოდ აი ალბათ მათემ გაიხსენა წეღან პარლამენტის ხდომაზე თქვენი გამოსვლა აბანოები კი არა ქვია მას ბალნეოლოგიური ინსტიტუტთან დაკავშირებით ამაზე არაფერი გითქვიათ და მიშას გაფსიხება და გავარდნა პარლამენტიდან და მუქარები ღია ეთერში ესეთი მუქარა პარლამენტის წევრის მიმართ აი მე არ ვიცი მსოფლიოს ისტორიას დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენელია და იქნება აი როგორ მოხდა ეს გადაცემა იქნებათ რამე ინფორმაცია დიდი მადლობა ეგ არის ბალნეოლოგიურ თბილისის ბალნეოლოგიურზე საუბარი რომელიც მამამისის მფლობელობაში იყო, ეხლა რა სტატუსია ამ წუთში არ ვიცი, მაგრამ რადენათაც ვიცი, ახლაც იქ არის. ბატონო, გასხვისდა და შესაძლოა, ხო, შესაძლოა. ოღონდ ეგეც რეალური გასხვისებაა თუ არა ვინიცის, მაგრამ კი ბატონო, ეგ ძალიან კარგი დაწესებულებაა, ძალიან სასარგებლო ჯანდაცვის ობიექტია. და კარგია თუ რეალური ინვესტორი იქ არსებობს. კი მაშინ იმუქრებოდა, ღიად იმუქრებოდა პარლამენტის ხდომაზე. მე მახსოვს, მაშინ ელჩების მოწვევის პრაქტიკა იყო ასეთი და ჯონ ბასი იყო მაშინ შეერთებული შტატების ელჩი და თვალი გამექცა ტრიბუნისკენ მისკენ ყბა ჩამოვარდნილი ქონდა. გაოცებული იყო კაცი, იყო გაყინული იჯდა. პრაქტიკულად არ განაკებასავით იყო. და აი რატომ მოხდა, არ ვიცი. სპეცდანული შვილების რაზმი შემოიყვანეს პარლამენტის დარბაზში. მე რო დარბაზიდან გამოვედი, ჟურნალისტები იყვნენ შეშინებულები, ზოგი ნერვიულ ბატონო ჯონდი მოკლავენ და არ გამოხდიდა მე ვთხარი, როგორ უნდა მოკლან და ასე იგი გადაჭარბებული იყო, რატო იყო შემოსული არ ვიცი. დაახლოებით 50 კაცი იყო შემოსული, მე მგონი ამის დასაწყნარებლად რაღაცა რო არ ჩაედინა. და ერთ-ერთი მაგათი წევრი მეუბნებოდა რომ ბოკერია მოაბრუნაო. ანუ ბოკერია უხსნიდა მას რომ სად გამოვყოთ თავი რომ ჯონდიმ გაგაქცია დარბაზიდან და ძალიან სულად მართლაც სულად იმუშავებდა და შემოაბრუნა მე. ეს მითხრა მაგათივე აქტივის სხვადასხვა მაგათ აქტივთან იქ დარბაზში ჩანს რომ იქაჩებიან ადამიანები და მე ერთმანეთს აკავებენ. ერთი იქაჩი რიგრიგობით იქაჩებენ და რიგრიგობით აკავებენ ერთმანეთს. ასეთი სცენები ხშირად იყო ჩემი გამოსვლების დროს და ეს ადამიანები პირადი ურთიერთობა ძალიან კარგი გქონდა ზოგიერთთან. და როცა სხვების დასანახად ამ ხდებოდა ძალიან კარგად მესალმებოდი, მაგრამ რატომღაც სავალდებულო იყო რომ დარბაზში უნდა ეჩვენებიათ რომ ჩემთან ცუდი ურთიერთობა აქვთ დასანახებლად ასეთი. გულისხმობთ ბოდიში გაწყვეტინებთ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ვინც იმ კადრებში ჩანს თქვენ რომ გამოდიხართ და პრეზიდენტი გარბის ხელები გადაიტყავეს იმდენჯერ უკრესტაში მის დასანახად და მის დასახნახად თითქოს თქვენკენ მოიწევდნენ და ისე კარგი ურთიერთობა ქონდათ. კი ბატონო, აი მაგალითად იქ ერთი ჩანს. ამას ყურდღლის სინდრომი ჰქვია. დიახ, ელდარ კვერნაზე ჩანს. ძალიან ისეთი სიმონიშს ეძახდნენ ესენი თვითონ და მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა პირადი. და ეგ იქაჩება ხოლმე და ეგ იქაჩებოდა მაშინ, ხო და პირადი ძალიან კარგი უბრალოდ აჩვენებდნენ, ესეთი იყო ბევრი ძალიან. მოსალმებაც კი ესეთი იყო საჩვენებლად. თუ მარტო ხდებოდი, ვა, ჯონდი როგორ ხარ და სხვადასხვა ბევრს ძალიან ბევრი ინფორმაცია, აი ახლა აქედან გამოტანილი ზოგიერთი ინფორმაცია პარლამენტის წევრების მოწოდებული იყო, თვითონ რო ხმას ვერ იღებდნენ. მეუბნებოდნენ რომ ასეთი ამბავი ხდება, ოღონდ არ დამღუპო რომელნაირად არ იქნეს სრობილი რომ მეკითხარი. იყო ესეთი მომენტები ხშირად, რომელსაც მე უბრალოდ ვახმაურებდი და ყოფილა ესე რომ რაღაც საქმეები ჩაგვიშლია. კიდევ ერთი კითხვა უბრალოდ ისეთ სლაიდების გადაურბინეთ რომ არ შემიძლია ეს კითხვა არ დავსვა და შემდეგ რომ დაგვრჩეს მეორე თემისთვისაც. ესე იგი, იქ მოუკარი თვალი, რაღაც ესე გადარბენით როცა გადახვედით, იქ ხო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რამდენიმე ესე დემირელის კოლეჯი თუ რაღაცები იყო და უბრალოდ ამ რამდენიმე დღის წინ მე დამიკავშირდა ერთი ადამიანი დუშეთიდან, დუშეთის ყოფილი გამგებელი. თემა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მითხრა ასეთი რამე, რომ აი ამ შავი ზღვის უნივერსიტეტის თემაში თავისი წილი ქონია დუშეთის მუნიციპალიტეტს, მაშინ ძველი ჟურნალისტური გამოძიებაც ქონდა მე რომ 50 ჰექტარი ნაყიდი ქონდათ ბაზალეთის ტბის პირას, მაგრამ შავი დუშეთის მუნიციპალიტეტს თუ ქონდა წილი, არ ვიცოდი ამ უნივერსიტეტის ადამიანებში და უცე ვერ ჩვენიერ დღეს აი შუაღამისას მთელი ეს წილი გადააფორმებინეს ისევ აი ამ გიული ალასიანიას რაღაც
პირადად მასე თუ ვიღაც მის მიერ დანიშნულ პირზე და ზოგადად აი ეს რატო გქონდათ ეს სლაიდები თქვენ რა სქემაა და ამ ფაქტის შესახებ თქვენ გიგიათ შავი ზღვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ასევე გიული ალასანია და იგი დანიშნული იქნა ამ დროს იყო თავისი უნივერსიტეტის რექტორის, მაგრამ იქაც დანიშნული იქნა პრორექტორად. უბრალოდ შემოსავლის დამატებითი წყარო იყო. ეს არსებობს ესეთი მოძრაობა ჰიზმეტი. პრეზიდენტი ერდოგანი ამ მოძრაობას ბრალსდებს ტერორიზმში. და თურქეთში არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რომლის მიხედვით რომლის იგეგმებოდა მკვლელობა პრეზიდენტის და სახელმწიფო გადატრიალება. 2016 წლის გადატრიალება. დიახ, 2016 წლის ცნობილი გადატრიალება. ბატონო? ფეთილახ გიულენის ხიზმეტი. ეს შავი ზღვის უნივერსიტეტის და ეს გიული ალასანიას მე ვთქვი უცხოური ფული, რადგან ამის საშუალებაც მომეცა. ეს არის ამის მეწილე. გიული ალასანია ხიზმეტი ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. და ხიზმეტი არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში დღეს დაპატიმრებული ამ ტერორიზმის ბრალდებით არის 59000 კაცი. ძირითადად არიან მოსამართლეები, განათლების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, სპეცსამსახურები და სამხედროები, რომელიც მონაწილეობენ თურქეთის სახელმწიფოს ბრალდებით როგორც არის. რას აკეთებს ხიზმეტი? რასაც გიული ალასანია იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ ამათ დანიშნებს სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა სახელმწიფოებში. წარმოიდგინეთ, თურქეთი და საქართველოსთან შედარებით საკმაოდ აღმატებული რესურსების სახელმწიფოა, ხო? ამათმა მოახერხეს 40-ზე მეტია, მაგრამ 59000 კაცი იყო თურქეთის სახელმწიფო ორგანიზმში ჩანერგილი, ძირითადად მოსამართლეები. თქვენ გახსოვთ, აქ რო ითხოვდნენ, რომ სასამართლო რეფორმის დროს ჩვენ უცხოელებმა დანიშნონო მოსამართლეებიო. ასე მივიღებდით ჩვენ ეხლა სასამართლო სისტემას, რომელიც ჩამოშლიდა სახელმწიფო ვერტიკალს და დაამხობდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს. და ეს ხიზმეტი მაშინ ესე იგი გულენი ეხლა მოკვდა, მაგრამ მაშინ ცოცხალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები არიან თურქეთი და შეერთებული შტატები, ითხოვდა გადმოცემას და არ გადასცეს. დღენი ისე არ დაიცვალა, რომ გადაცემული არ იქნა. მადლობა ბატონო ჯონდი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ის რაც თქვენ წარმოადგენთ ეგრეთ წოდებული სქემები, თუ გაქვთ დათვლილი საერთო ჯამში 2004 წლიდან 2011 წლამდე რა შემოსავლები იქნა მიღებული საერთო ჯამში. იგივე უნივერსიტეტებიდან, იგივე სკოლებიდან, იგივე მათი მომსახურეობიდან, აქ ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო მთლიანად კომპლექსურად ის რაც ჭირდება სკოლას, სკოლამდელ დაწესებულებას, უმაღლეს სასწავლებელს, ყველას აბსოლუტურად ჯამში თუ გაქვთ რა თანხებზია, რამდენი მილიონზეა ლაპარაკი. ქონება, სახელმწიფო ქონება, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტო, ის რაც ჩვენ შეიძლება 5-ჯერ მეტია, მაგრამ რაც ჩვენს არეალში მოყვა, 100 მილიონს აღემატება ქონება. მე ამ ქონებამ ცოტა უხეში რა ფული დაწერა, ჩვენ ცდილობით ხადილის შემთხვევაში დაგვეთვალა საშუალოდ რამდენი მომხმარებელი შედის სამკაფხე წარმოეხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ამდენი სტუდენტია და საკვების ობიექტი რო გაქვს ძალიან მომგებიანია ხო ამ კვების ობიექტის თუმცა მე შემოსავლები იხდიდნენ თუ არა ესე იგი ამის დადგენის საშუალება არ მოგესა მაგრამ ის რაც ჩვენს სამაშია შეიძლება გაცილებით მეტი იყოს მაგრამ 100 მილიონს აღემატება ეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობები და ის შენობები ყველა რას და შემდგომში ხიზმეტთან ერთად მითვისებული ბართუმის საჯარო სკოლა და რა ეს ყველაფერი სახელმწიფო დაწესებული სასამართლოს შენობა, საჯარო რეესტრის შენობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის როგორ ვთქვა, კოსმოსური მასშტაბის ძარცვა სახელმწიფო ქონების. კოსმოსური მასშტაბის ძარცვა და
კერძო ქონების ჩვეულებრივი თქვენ თუ გახსოვთ 90-იან წლებში ასე ყაჩაღები წაიყვანდნენ ოჯახის წევრს და მე გამოსასხის იყვნენ ჩვეულებრივად დააკავე ოღონდ არ ჭირდებოდათ სარდაფში სადმე სოფელში დამალვა წაიყვან და მე გამოსასხის ითხოვდნენ აი 2009 წლის ანგარიში ამოიღეთ იურიდიულ კომიტეტში იქნება კუბლაშვილის ხელმოწერილი უზენაესი სასამართლოსი ალბათ ეგონა თუ არ წავიკითხავდი მე ვკითხულობდი და 2009 წელს სასამართლომდე ბევრი საქმე აღარ მიდიოდა სასამართლო მანამდე იხდიდნენ ჭკვიანი ბიჭები და ჭკვიანი ბიჭებად ითვლებოდნენ ადამიანების სასწრაფოდ იხდიდა სასამართლომ მივიდა 18354 საქმე აი როგორ ფიქრობთ 18354 საქმიდან რამდენი გამომართლებელი განაჩენი დადგებოდა 18000-დან 18 ხალხო ტროიკების დროს 10%-მდე იყო გამომართლებელი აქ არის 0.1%. იმავე წელს ამავე სასამართლო კულაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტია ბატონობას მაშინელი უზენაეს ხმეთმა შეიწყალოს მისული გარდაიცვალა თვალწინები ესე იგი იმავე წელს 14000 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება ანუ 14000 ოჯახი გაატყავეს როგორ ხდებოდა საპროცესო შეთანხმებების დადება ანუ ადამიანს ფული ვისაც არ ქონდა მათივე ბანკები ან მათივე სამევახშე ორგანიზაციები აი ხო ჯუმბერის მაგალითის ესე მათივე ეს ლომბარდები მათი იყო მიდიოდნენ ბინას ადებდნენ ყადაღას ჩაადებინებდნენ ბინას და ეს იხდიდა ამყიდულობდა თავისუფლებას ფისკალური დატვირთვა იყო 14 მე დაახლოებით 140 მილიონი იყო მაშინ 140 მილიონი ლარი ფისკალური დატვირთვის მატარებელი იყო ბიუჯეტისთვის ბატონო ჯონდი, ეს გამომართლებელი განაჩენების თემა კარგად მაქვს შესწავლილი და ეს 18 საქმე მინდა დაგარწმუნოთ, რომ იყო პიკი, ყველაზე მეტი გამომართლებელი განაჩენი, რომელსაც